თავხევსურეთი დევებისგან გაათავისუფლა, ეს ხომ მთელი მისი საყრდნია რა და თუშეთში დევები არ არიან. და როგორც ჩანს, იმ დროს არც შემოდიოდა კოპალას საქმეში. და კოპალამ იმოგზაურა თუშეთში და ეს თუშეთი შემოუმტკიცა თავის საქმეს. ძალიან საინტერესო ისტორია ესა, აი როგორც მითოლოგიური ისტორია კუთხისა. კოპალამ რომ წამოვიდა იქიდან ეს ლექსია, ხევსური ლექსი არის დახაზული მთელი გზა, რა გზა გაიარა კოპალამ. წამოვედა სათუშეთო და მთა გადმოვლა ხეკდიანი. ხიდოტან გადავიარე ყირუნიან მალახრიანი. ვეშაბურთის გორს ვესტუმრე წემსი ვეგონე წემსი ვარ თექაიანი. მიქა სახლს აგებიებდა ზედ ხურო ედგა ღვთიანი. წილი ჩამიდევ მიქაო წემსი მეცავარ ცხვრიანი. წილი ჩამიდვა მიქამა კლავთი თვარ იმედიანიო და ის შეუდგა ერთი კარის თავი. ერთი ქვა მენაც შეუდგა კლავთი თვარ იმედიანიო. ხო და ეს ვეშაბურთა არის უკვე თუშეთში. და ესე იგი თუშეთში იმ დროს როცა კოპალა მოგზაურობს, ხალხი ცხოვრობს, მაგრამ კოპალა საქმეში არ შემოდის. აქ ვეშაბურთის გორს სახლი გაუწმინდა, ესე კარის თავი შეუდო, ესე იგი ღვთიური ძალა დამკვიდრდა ამ სახლში. ვეშაბურთის მერე კოპალამ ჩაიარა ჩიღოსგორი. წყალზე გამლალა მიქამა ხელთ მომცა ვეშრაპიანი. ვეშრაპიანი არის თუნგი სპილენძის წყალზე გამლალა ჩიღოსგორი ჩამომავალი ირემი ვიქენ რქიანი. ესე იგი ამას გარდასახვისისაც აქვს უნარი კოპალას ირმად გადაიქცა. თუშებმა წამომაყარეს ფოცხ მაგრატელა თბიანი ისრები ესროლეს. სიმურში გადავიჩქვიფე რქისვერთ გაიღეს გრიანი. სიმური არის წმინდა წყალი. ესე იგი წყალში გაიარა და წყალიც განაწმინდავა. მერე არის რომ ტუტარიკა ამოვიარე. მაგრატელა ესეთი პირიანი ისრები როა ისინია, ხო? სანადირო ისრები რომელიც სანადირო ისრები ორკაპიის. კი, ხო. ტუტარიკა ამოვიარე დამიხვდა ნარეკლიანი. დიკლო შენახოს ჩავხედე ყოჩვერძის ზოვდა რქიანი. ესე იგი როგორც ჩანს თუშები ათადან ბაბადან მეცხვარეები იყვნენ, იმიტომ რომ დიკლო შენახოს გადახედა კოპალამ და ფარებია ცხრის ფარები ყოჩვერძის ზოვდა რქიანი და ეს ფარებიც თავისი გადახედით განაწმინდავა და მერია საინტერესო აი გეოგრაფიულადაც ისტორიულადაც არის ასეთი ადგილი მოდის. ჭერო მიმიცავ ყმათა და მიყვარდის ულვაშიანი. ჭერო არის დაღესტანსა და თუშეთს შორის ბოლო თუშური სოფელი. ეხლა აღარ არის ნასოფლარია. ეხლა ერთი 5-6 კომლილეკი ცხოვრობს, მაგრამ ისინი გადმოსულები არიან იმიდან ხუშეთიდან. ესე იგი ჭეროშის მივიდა ყმას თავის საყმოს საზღვარი აქ დაუდო და შემობრუნდა იქიდან. ომალოს კიდურ შემოვჯებ, მაშინ გავიღე პრიანი. ომალოს კიდურს უკვე ცეცხლის ალად შემოჭდა. ხელი გამიბა მინანმა, მომყვების საფარვლიანი. მინანი ქალღთაებაა. მერე ჭანჭახთას ამოვიარე გველმყვართ დაუდგა ღრიანი ჭანჭახოვანი სოფელი, ის არის რა ხეობა თუშეთში და ეს გველმყვარი არის უწმინდური არსებები. და ის ჭანჭახოვანიც განაწმინდავა და მერე უკვე ლექსი წდება აღარ არის შემორჩენილი და როგორც ჩანს მერე გადმოიარა გომეწარი და საბოლოო აი ეს ჯავახის ველიდან მოდიან ხევსურებით ეს წამოვიდა კოპალაც უკან. ნუ მერე სხვა ლეგენდები არის თუშეთიდან მან გადმოიყოლა მინანი და სამძივარი ქალღთაებები, ამათი ნიშებიც არის ხევსურეთში და გადმოიყვანა შუბნური ჯვარი. შუბნური არის შუაბანის, ესე იგი კერის ღვთაება. და ეს შუბნური ჯვარი დაარსა კოპალამ იქ, სადაც ისი საყრდნია ლიქოკის ხეობაში.
ის ღვთაება კერა ეს ჩვენი მასში ყველა სახში ყველა კუთხეში საქართველოში ერთ-ერთი ძირითადი ის სალოცე სვანჩიც არის ხო კერის ქვეშ გააძვრენდნენ ხო როცა შერიგება იყო და იქ მედიატორი შეარიგებდა და დამნაშავე იყო კერის ქვეშ გააძვრებოდა ესე იგი всё ესე ყველაფერს მთაში ხავს თავისი ღვთაება და სვანჩიც იყო პოლითეიზმის ის არის გადმონაშთი კერას ხო თავისი ღვთაება ყავს ამას თუ შეგიხან ეძახიან ყვერთ ნანოს ნანო წოა თუ შურებ დედა ხან კერაის დედას ხან ჭერში ჭხეტიას იმიტომ რომ იმას რიტუალურ კურსს რომ აწყობენ გონია რომ გამომჯდარი ქალი და მაღლა იყურება ისეთი ფორმა აქვს კარებს თავისი ანგელოზი ხავს კარების კეთილ ანგელოზი თუში სახლიდან არ გაგიშვებდა უწინ თუ კარების კეთილ ანგელოზი სადღაც დროს არ გათხრებოდა სადღაც ისე არ გაგიშვებდა ხო და ტრადიცია რომ არის მთაში რომ სტუმარი ხელშეუხებელია და სტუმრის წყენინება მასპინძლის შეურაცხყოფა ეს საიაქედან მომდინარეობს იმიტომ რომ იმ კერას თავისი ღვთაებები ჰყავს და შენ თუ იმ კერაში შესულ კაცზე ხელი აღმართე შენ ხელი აღმართე ამ ღვთაებებზე ღვთაებების წინაშე ის თეორია რომ ეს ხევის მოსახლეობა ერთი იყო და მერე გაიყო ამ იმგენში ესე არ ჩანს მაინც ისე თავიდანვე ისე ტოვებში არ ჩანს ეგ ჩანს იმაში რა ისე საკრალურ ლეგენდებში და გადმოცემებში რომ ყველა ღვთისშვილი მორიგე ღმერთმა გერგეთის მთიდან გამოუშვა გერგეთის მთა როგორც ჩანს მორიგე ღმერთის საბრძანებელი იყო თუ რა იყო და აი ყველა ღვთისშვილი შავხევსურეთის საოცარებისა და ხევთიულეთის ამთის თიანეთისა არის მორიგე ღმერთის მიერ გამოშვებული გერგეთის მთიდან ლაშარს იახსარს შემავედრამ ხოლოდ ბერდედა პაპამ ნაწყენმა დაფარაო გულშინადები ქვეყნად ჩემს მოსულას ერქვა მაინც ხომ დაბადება რა მიჭირს თუ კი ლექსშიც ასე დავიბადები ქვეყნად ჩემს მოსულას ერქვა მაინც ხომ დაბადება რა მიჭირს თუ კი ლექსშიც ასე დავიბადები